არსებობს შამანური დაავადებაც. ეს არის კონცეფცია, რომელიც ხვდება მრავალ ტრადიციულ და ადგილობრივ კულტურაში, მთელ მსოფლიოში. ეს არ არის დაავადება, ჩვეულებრივი გაგებით, არამედ ტრანსფორმაციული გამოცდილება, რომელიც მომავალმა შამანმა უნდა განიცადოს. ეს პროცესი ხშირად განიხილება როგორც სულიერი ინიციაცია, რომლის დროსაც ინდივიდი შეირჩება სულების ან საზოგადოების მიერ შამანად გახდომისთვის. დაავადება მოიცავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი გამოწვევების სერიას, რომელიც ინდივიდმა უნდა გადალახოს შამანური უნარების მისაღებად. ამ ტრადიციაში ეს ასევე ცნობილია როგორც სულის დაკარგვა. იუნგსაც კი აქვს განხილული ეს კონცეფცია. სიმპტომები და გამოცდილებები. ფიზიკური სიმპტომები. ინდივიდს შეიძლება გამოუვლინდეს მძიმე ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა აუხსნელი ტკივილი, სიცხე, კრუნჩხვები და სისუსტე. ეს სიმპტომები ხშირად არ ექვემდებარება ჩვეულებრივ სამედიცინო მკურნალობას და ითვლება, რომ პიროვნება სულების მიერ არის გამოძახებული. ფსიქოლოგიური სტრესი. მომავალი შამანი შეიძლება განიცდიდეს ინტენსიურ ფსიქოლოგიურ გამოცდილებებს, როგორიცაა ხილვები, ჰალუცინაციები და სულებთან შეხვედრები. ეს გამოცდილებები ხშირად საშიში და დამაბნეველია, რადგან ინდივიდი ეჯახება არაამქვეყნიურს და უცნაურს. აქვს ასევე ისეთი ჰალუცინაციები, როგორიცაა წარმოდგენა, რომ ზეცაში უნდა ჩავარდეს ან მიწაში. სულიერი კრიზისი. შამანური დაავადებების ბირთვი წარმოადგენს ღრმა სულიერ კრიზისს. ინდივიდს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ იგი გამოთიშულია მატერიალური სამყაროსგან, დაკარგოს იდენტობა ან იგრძნოს, რომ გაიგლიჯება სულიერი ძალების მიერ. ეს კრიზისი აუცილებელია ძველი საკუთარი თავის დასაშლელად და ახალი შამანური იდენტობის გამოსაჩენად. გამოჯანმრთელება და შამანად გახდომა. შამანური დაავადება ხშირად სრულდება გამოჯანმრთელების პროცესით, რომლის დროსაც ინდივიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომებისგან თავისუფლდება. ეს გამოჯანმრთელება ითვლება როგორც ნიშანი იმისა, რომ პიროვნებამ წარმატებით გაიარა ინიციაცია და მზად არის შამანის როლის ასაღებად. დაავადების გავლის შემდეგ ინდივიდს ხშირად საზოგადოება აღიარებს, როგორც შამანს. ეს აღიარება აუცილებელია პროცესის სრულყოფისთვის, რადგან ის ადასტურებს პიროვნების ახალ როლს და პასუხისმგებლობებს საზოგადოებაში. სულებთან მუდმივი კავშირი. გამოჯანმრთელების შემდეგ ახალი შამანი ხშირად ინარჩუნებს მუდმივ კავშირს სულებთან, რომლებმაც ის ინიციაციაში ჩართეს. ამ სულებმა შეიძლება განაგრძონ შამანის გაზღოლა და დახმარება მის სამკურნალო საქმიანობაში და სულიერ პრაქტიკებში. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.